სოფელსა ამას ჭირი აქვს. არამედ ნუ გეშინინ, რამე თუ მე მიძლევი ეს სოფელსა. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებს გაგება სჭირდება. იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროდ ესეა, რომ ადამიანი თქვათ მაგალითად სიცოცხლეს აღიქვავს მხოლოდ ბიოლოგიურ სიცოცხლეს, გამარჯვებას მხოლოდ ფიზიკურ გამარჯვებას. ის რაც თვალხილულია, რაც ჩანს, ანუ სულიერი თვალით არ იყურება, მაგრამ მორწმუნე ადამიანი სულიერი თვალით იყურება. რას ნიშნავს სულიერი თვალით ხედვა? მორწმუნე ხედავს იმასაც, რაც ფიზიკური თვალით არ ჩანს. იცის ის, რასაც ლოგიკური აპარატი ვერ მიხვდება. სხვა განზომილებაში, სხვა სამყაროში ცხოვრობს. ამიტომ დიახაც ამ სიტყვებს გაგება ჭირდება, რომ სოფელს ამას ჭირი აქვს, იმიტომ რომ მიწიერი ადამიანი იტყვის, რომ კაცო ყველას ჭირი გაქვთ, ქრისტიანებსაც ჭირი გაქვთ, არა გაქვთ. ნუ გეშინია მე მიძლევი ეს სოფელი, რა გიძლევიათ სულ მთელი ისტორია თქვენ ხოცავდნენ, თქვენ გდევნიდენ, რას ნიშნავს ეს? მაგრამ ქრისტიანმა ეს იცის თეორიულადაც, ეს იცის პრაქტიკულადაც, ეს იცის გამოცდილებით, ყველაფრით იცის ეს. იმიტომ რომ ის ატარებს იმ სიცოცხლეს, რომელიც სიცოცხლეს ღმერთია საკუთარ თავში და ამიტომ მის შიგნით უკვე ძლეულია ეს სოფელი. თავისი სიკვდილით, თავისი ტკივილებით, თავისი განსასწრებით, თავისი უსამართლოებით, გესმით, გაძლეულია უკვე ეს სოფელი.